ნახეთ ახლა რა დამახვედრეს შუამთის მონასტერში. ანუ დაიჭირეს რომ მე გამეშვა, არ მოკლეს. რაც არის ძალიან კარგი რამე და არც არავინ არ უნდა მოკლას რეალურად. ეს არის სპილენძა. სპილენძა არის უშხამო გველი. არც აგრესიულია. შუამთაში ბინადრობს ეს გველი. და უნდა გაუშვა თავის საბინადრო არეალში. უბრალოდ საცხოვრებელ ადგილში, რა თქმა უნდა, გველი არ უნდა იყოს. მაგრამ არც უნდა მოკლათ. წამოდი აბა. წამოდი სპილენძა. აბა ხელზე თუ გადმოვა. აი გადმოვიდა. როგორ ეხამება გარემოს. აქეთ არა იქით წადი რომ არ გვინდა იგივე ადგილას მივიდეთ. და ისევ გარეთ არ იყო გამოსაყვანი. აი ამასაც ახლა აქვს მოსამკუთხედო თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არის შხამიანი. აი გაბერა, უფრო გაბერა, ახლა თავი უფრო შხამიანად მომაჩვენა. თავი. მაგრამ აი ახლა თვალს თუ გადავიღებ. მოიცადე, გაჩერდი. აი თვალის გუგა ჭრილი არის მრგვალი. უნდა იყოს ერთი ზოლი. ეს ნიშნავს შხამიანს, მაგრამ რადგან აქვს მრგვალი, ეს არის უშხამო. წადი, აბა წადი. შვიდობით. არ უნდა მოკლათ. არც აი ეს არსებები. იმიტომ რომ ესენი ბუნებაში არიან სასარგებლოები. თუ გვინდა რომ ჯანსაღი გარემო გქონდეს და ნაკლებად დაავადებული ადამიანი, ნებისმიერი მტაცებელი და არამტაცებელი უნდა იყოს ბუნებაში. და ეს ადამიანს არ შეუძლია ამისი კონტროლი. ყველაზე კარგად აკონტროლებს თვითონ გარეული არსებები. თვითონ არასდროს არ ამოწყვეტავენ ერთმანეთს კიდე. გავუშვით ჩვენი სპილენძა.